ლონდონში გრძელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი. დელეგაციის წევრები ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარეს ჯეისონ ორსბორს შეხვდნენ, სადაც განიხილეს 2013 წლის შემოდგომაზე Riverside Studios ქართული ფილმის ფესტივალის საკითხი და სხვა ერთობლივი პროექტები. მანამდე ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ინგლისელ კოლეგებთან შეხვედრისას ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომელიც მომავალ წელს საქართველოს უფრო მასშტაბურად წარდგენა შეეხება ლონდონის წიგნის ბაზრობაზე. Კონკრეტულად მაინც ვისაუბრეთ კინოფესტივალზე, რომელიც სექტემბრის დამლევს უნდა გაიმართოს ლონდონში. მართალია გადავწყვეტეთ, რომ ეს აუცილებლად გაიმართება, მაგრამ თუ რომელი ფილმები და ვისი ფილმების რეტროსპექტივა იქნება, ამაზე კიდევ რაღაცებს ნიუანსებს ჩვენ კიდევ გავივლით, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ მხატვრების გამოფენაზე, ფიროსმანზე და თანამედროვე მხატვრობაზე. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ლონდონში საქართველოც იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მწერლებმა ერთმანეთი გაიცნონ. წიგნის ბაზრობის განმავლობაში ხშირად მართავთ შეხვედრებს, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მიხარია, რომ სწორედ ამ შესაძლებლობით ბრიტანეთში საქართველოც გაიცნეს.